თბილისის შემოგარესა და რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე მიწაც უკვე დეფიციტური ხდება და ფასი კიდევ უფრო მეტად იზრდება. რა გამოწვევია ბაზარზე, რა უნდა გავითვალისწინოთ მიწის შეძენისას და რამდენად აქტიურად ყიდულობენ მას ინვესტირების თვალსაზრისით, სტუმართან უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტთან ლევან ლაბარტყავასთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემის სტუმრობისთვის. ადამიანთან სტუმრობა, რომელმაც ძალიან კარგად იცის სეგმენტი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაყურებლებს მეტნაკლებად ავუხსნათ, რა ხდება დღეს უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე, მათ შორის მიწასთან მიმართებაშიც. რეალურად თავდაპირველად ერთგვარი მიმოხილვა მინდა გთხოვოთ, რა ტენდენციებია დღეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, რამდენად აქტიურია კვლავ მყიდველი, იმიტომ რომ მშენებლობები რომ მიდის, ამას ყველანი ერთად ხედავთ, მაგრამ რამდენად აქტიურია მყიდველი და როდესაც რეალურად ერთგვარად იყო, როდესაც უცხოელები ყიდულობდნენ, მათ შორის მიგრანტების ეფექტი იყო შედარებით მაღალი. დღეს ეს ეფექტი შემნელებულია, ეხა როგორი სურათი გვაქვს, ისევ აქტიურია გაყიდვები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე? წინა პერიოდთან შედარებით, ანუ რაც ეს ეფექტი რაც თქვენ ახსენეთ, რა ეფექტიც ჰქონდა, ამ პერიოდთან შედარებით შენელებულია, თუმცა არ არის ბაზარი გაჩერებული. ამას არ ურჩევით ბაზარზე, რადგან საქართველოს მოსახლეობა აქტიურად ყიდულობს უძრავ ქონებას დღესდღეობით, რადგან საქართველოში სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტი დღეს არ გაგვაჩნია, ჩვენთან არ არის ტრენდული და აქტუალური ფასიანი ქაღალდები, აქციები, ბონდები, ფიუჩერსები და ასე შემდეგ. სამწუხაროდ მართალი ვზანდებით. ამიტომ ერთ-ერთი საინვესტიციო ინსტრუმენტი გვაქვს უძრავი ქონება. შესაბამისად, ნებისმიერ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, როცა სურს რაღაცა თავის დანაზოგი სადღაც დაინვესტიროს, პირველ რიგში ახსენება უძრავი ქონება და აინვესტირებს იქ. რამდენად ჯანსაღია ეს უძრავი ქონების ბაზარი, რომ დაუშვათ ინვესტირების კუთხით ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქე? ჯანსაღი არის, რადგან გვიჩვენებს პრაქტიკა ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთხელ იყო ფაქტიურად ისეთი სიტუაცია, როდესაც ფასები დაეცა, შემცირდა და გარკვეული მოვლენებიდან გამომდინარე ეს იყო მიბმული საერთაშორისო და მსოფლიო ეკონომიკის მოვლენებთან და ასევე საქართველოში მიმდინარე ომიანობის პერიოდზე. სხვა შემთხვევები არ გვახსენდება, როცა ფასები დაეცა, ძირითადად იზრდება, მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად საინვესტიციო დროში გამოსტილი ყველაზე კარგი მექანიზმია დღესდღეობით საქართველოში. თუმცა დაუშვათ შედარებით შენელება გაყიდვების, თქვენ ახლა თქვით ფრაზა, რომ გაჩერებული არ არისო, მაგრამ შედარებით შემცირება გაყიდვების რა ფაქტორებით არის ამ პირობებული და რამდენად გრძელვადიან პერსპექტივაში ამან შეიძლება სექტორი დააზარალოს და ბაზრის მოთამაშეები. შედარებით შენელებულს გულისხმობ წინა წლებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ყოველთვის ვითვალისწინებთ ხოლმე, როცა სტატისტიკებს ვაკეთებთ, წინა წლების ციფრებს ვადარებთ წლევანდელ ციფრებს, ხო? წინა წლებთან შედარებით, ოღონდ ეს საგანგაშო არ არის, დაახლოებით შემცირება არის სადღაც 2-3-4%-ის ფარგლებში არის ხოლმე თვის ჭრილში ეს შემცირება. მაქსიმუმი იყო სადაც 8%-ის ფარგლებში აგვისტოს თვეში. ეს შენელება უკავშირდება მოლოდინებს, ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რადგან ყველა ადამიანი ელოდება რაღაცა გარკვეულ მოლოდინებს იქმნის თავის თავში, ფიქრობს, რომ შეიძლება ფასები დაეცეს, შეიძლება მოცდა ღირდეს და აი ესეთი მოლოდინების გამო, როდესაც ეს მოლოდინები გადაივლის ხოლმე, შემდეგ უკვე გადავადებული მოთხოვნას ვეძახით ამას, ეს გადავადებული მოთხოვნა კიდევ უფრო პირიქით აქტიურად აწვება მერე ბაზარს და პირიქით აქტიურდება ხოლმე გაყიდვები. კი ბატონო, რაც შეეხება მიწას, იმდენად ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს განსაკუთრებით დედაქალაქში, რომ სულ მაგ ხომ ესეთი განცდა, რომ ამდენი მიწა სად არის, ამდენი თავისუფალი მიწა, რომ დაუშვათ ახალი და ახალი მშენებლობები იწყება. რეალურად დღეს რა სურათი გვაქვს მიწის კუთხით დედაქალაქში და მის შემოგარენში, რომელიც მათ შორის უძრავი ქონების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ბათუმთან ერთად ალბათ. რაც შეეხება მიწას, დედაქალაქში ფაქტიურად აღარ არის კარგი მიწის ნაკვეთები, კარგს გულისხმობ ცენტრალურ უბნებში სამშენებლოდ გამოსადეგი მიწის ნაკვეთები. მათი ყოველწლიურად მცირდება, ამიტომაც უფრო ძვირდება და რადგან მიწის კომპონენტი მშენებლობის ნაწილში ყველაზე დიდი წილი უჭირავს მიწას, ამიტომაც ძვირადღირებული ნაწილია. ყველაზე ძვირადღირებული ნაწილია მართალია, ამიტომაც ძვირდება მშენებლობები და უფრო და უფრო ცოტა მიწა რჩება, შესაბამისად მისი ფასი იწევს, ამიტომაც ძვირდება მშენებლობა.
თუმცა ამ პროცესთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს თბილისში სუბურბანიზაციის პროცესიც. რაც თქვენ ახსენეთ ცოტა ხნის წინ რომ დედაქალაქის გარშემო აქტიურად ძვირდება მიწის ნაკვეთები. ეს ზუსტად იმიტომ რომ ეს პროცესი დაიწყო, სუბურბანიზაციის პროცესი 2000-იან წლებში დაიწყო თბილისში და ეხლა არის ალბათ პიკში. ამას პასუხობენ დეველოპერებიც და სამშენებლო კომპანიებიც და მათი პროექტებიც დღეს უფრო მეტი გვხვდება თბილისის შემოგარენში, სხვადასხვა ქალაქებში თუ სოფლებში თუ გარეუბნებში, სხვადასხვა საკუთარი სახლების, მიწების გაყიდვის კუთხით და ამ მოთხოვნებს ცდილობენ უპასუხონ დეველოპერებიც. ფასებთან მიმართებაში მაყურებელს კარგი წარმოდგენა არ შეექმნას. დღეს მაგალითად ფასებთან მიმართებაში როგორი სურათი გვაქვს? დედაქალაქში სად უფრო ღირს უფრო მეტი თბილისის ცენტრალურ უბნებში თუ გარეუბნებში და ფასთან მიმართებაში როგორი სურათი გვაქვს? ან როგორ მოქმედებს კერძო სახლებისა და მრავალბინიანი სახლების შორის ფასები? ეს ძალიან ისეთი ყველაზე კარგი მაჩვენებელია ხოლმე რა, სად იყიდება და სად არა რეალურად. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გაყიდვებით ჭარბობს საბურთალოს რაიონი, შემდეგ დიდი დიღმის რაიონი მოყვება. იმის გათვალისწინებით რომ აქ ბევრად მეტი მშენებლობაა თუ რატომ მაინც ეს კონკრეტული უბანი? ერთი ზუსტად მაგიტომ რომ ბევრად მეტი მშენებლობები მიდის ამ ეტაპზე საბურთალოს და დიდი დიღმში, იმიტომ რომ ეხლა მთაწმინდაზე აღარ არის მიწა, ხო? ყველაზე ძვირია ამ ეტაპზე სტატისტიკებს თუ ჩავხედავთ, ნახავთ რომ მთაწმინდი ყველაზე ძვირიანი კვადრატულ მეტრზე, შემდეგ მოდის ვაკე და შემდეგ სხვა უბნები, ხო? მაგრამ იქ ფაქტობრივად აღარ არის თავისუფალი ადგილი კორპუსის ასაშენებლად. ამიტომაც რაც არის აშენებული, მათზე ხდება მოთხოვნა და ამიტომ ფასი იწევს ზევით. იმ უბნებში რაც მე ვახსენე, უფრო მეტი ტრანზაქცია არის თვიდან თვემდე, რადგან აქტიურად მიდის მშენებლობა, შესაბამისად საინვესტიციო თუ საცხოვრებლად ადამიანებს უნდათ იქ გადასვლა, რადგან ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია იქ ფასები. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს უკვე გარეუბნებში და თბილისის შემოგარენში, აქ მიწის ნაკვეთები კიდევ უფრო სწრაფად ძვირდება, რადგან ეს პროცესი ცენტრალურ უბნებში კვადრატული მეტრის ღირებულებას ჯერობით ვერ შეედრება თბილისის შემოგარენში კვადრატული მეტრის ღირებულება. ამიტომ ყველა ცდილობს რომ ცენტრალურ უბანში 100 კვადრატულიანი ბინის ნაცვლად იყიდოს 300 კვადრატულიანი საკუთარი სახლი, რადგან ერთი და იგივე ფასი აქვს. საინტერესო პროცესია. მოლოდინები როგორი უნდა ქონდეს? მომხმარებელს აი შემდგომ პერიოდში გაძვირებას ველოდებით, ფასების, თუ ველოდებით რამდენი პროცენტიას? მე მესმის რომ ძალიან ისეთ რამის პროგნოზირებას გთხოვთ, რაც თუნდაც მათ შორის იგივე პროცესების შიდა თუ გარე პროცესებისთან გათვალისწინებით იგეგმება ხოლმე მოლოდინები, მარტო ლარზე არ ახდენს გავლენას, ის უძრავ ქონება ეს ახდენს ხოლმე. და სწორედ ამიტომ ვკითხულობ, რა მოლოდინი უნდა ქონდეს მომხმარებელს, მაგალითად თუნდაც მას შემდგომ რაც შედარებით გადაივლის ეს წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებული პერიპეტიები. აი რას ველით? გაძვირდება, გაიაფდება იმ ადამიანის შეფასებით, ვინც ამ ბაზარს კარგად იცნობს. ფასზე ყველაზე მეტად მოქმედებს მოთხოვნა მიწოდება, ხო ეს ვიცით ეკონომიკაში და ბიზნესში ყოველწესია. მოთხოვნა ამ ეტაპზე არ იკლებს, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ წლები იქნება ის პროცესი, რა პროცესიც დაიწყო ოჯახების დაყოფის პროცესი. ანუ ადრევე ვიცით რომ ჩვენ ხო წლების წინ ჩვენ ბავშვობაში და ძველ დროს ერთად ცხოვრობდნენ ბებია, ბაბუა, შვილი და ასე შემდეგ. დღეს უკვე ეს ტრენდი აღარ არის, ამიტომ ყველა ცდილობს ცალკე გავიდეს, როგორც კი შვილი ცოლს მოიყვანს, ან გოგო გათხოვდება და ასე შემდეგ, ხო, ანუ ბიჭი დაოჯახდება, ყველა გადადის ცალკე, ყველას უნდა, ამიტომ ეს ოჯახების დაყოფის პროცესი მოთხოვნას ქმნის საკმაოდ აქტიურს. ეს პროცესი კიდევ წლები გაგრძელდება. შესაბამისად, მოთხოვნა იქნება. მიწოდების მხარეს რო ავიღოთ, მიწოდება ცენტრალურ უბნებში ფაქტიურად აღარ არის, წეგან რაც თქვით, რომ აღარ არის მიწები, თავისუფალი მიწები, ახალი მშენებლობები ჭირს და უფრო ნაკლები მიეწოდება. აქედან გამომდინარე, თუ მოთხოვნა მეტია და მიწოდება ნაკლები და ეს პროცესი ჯერობით არ დასრულებულა, ამიტომ ფასების ვარდნას კიდევ წლები არ უნდა ველოდოთ. და არც შემდეგ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ერთი ინფლაცია მოქმედებს უძრავი ქონების ფასების ზრდაზე, რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტი თუ იზრდება, ყველა პროდუქტის ფასი ინფლაციასთან ერთად უძრავი ქონების ფასიც იზრდება და ამ პლუს მიწას ღმერთი აღარაზოს აღარ შექმნის კიდევ მეც, ამიტომ ეს ცოტავდება და რა თქმა უნდა, ყოველთვის ცოტა პროდუქტზე უფრო მაღალი ფასი იქნება. ძალიან კარგი ფორმულება, მიწა ყველაზე მთავარი პროდუქტი ამ შემთხვევაში და ჩვენი საუბრის ბოლოს რამდენად გავიზარდეთ საქართველოს მოქალაქეები მოთხოვნაში
დეველოპერულ ბიზნესთან მიმართებაში, ანუ რამდენად ხარისხიან მშენებლობებთან გვაქვს დღეს საქმე და რამდენად ვითხოვთ მათ შორის დეველოპერისგან, რომ ბევრად უკეთესად დაგეგმარებული თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართები ააშენოს. ძალიან მომთხოვნი გახდა საქართველოს მოსახლეობა დეველოპერების მიმართ, რადგან ადრე თუ უბრალოდ სახურავი და ბინა და საცხოვრებელზე იყო მოთხოვნა, დღეს უკვე აუზიან, ფიტნეს დარბაზიან, კომპლექსის ტიპის დასახლება, თავისი ეზო აქვს, პარკინგი და ასე შემდეგ, უკვე ესეთებზე გაჩნდა მოთხოვნა და უკვე მომხმარებელიც მომთხოვნია. ამას ასევე მეორე მხრიდან ხელს უწყობს სახელმწიფოს მიერ რეგულაციები, რადგან რეგულაციები ყოველწლიურად მკაცრდება, ემატება, მოთხოვნა არის სახანძრო სისტემებზე, გამწვანების კუთხით, სახანძრო სისტემა, პარკინგი, გარე ფასადის დათბუნება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ამ პროცესს ხელს უწყობს. აქედან გამომდინარე, უკვე მოსახლეობაც იცის რა მოითხოვოს, დეველოპერებმაც შესაბამისად იციან რა მიაწოდონ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორის ეთერში ლევა ლაბარტყავა საუბრობდა. ასეთი იყო ბიზნეს პარტნიორი დღეს. მე და თქვენ ერთმანეთს უკვე ხვალ შევხვდებით. მშვიდობიანი დღე ნახვამდის.